ალექსანდრე ყაზბეგი, მამის მკვლელი. მონაწილეობენ: შალვა ღამბაშიძე, ტარიელ საყვარელიძე, სესილია თაყაიშვილი, მზია მახვილაძე, პიერ კობახიძე, კოტე დაუშვილი, გიორგი ტატიშვილი, ვახტანგ ნინუა, ავთო ვერულეიშვილი, ვალერიან ქურხული. თხრობელი ქეთევან ლანდია. შუა დღე გადასული იყო, როდესაც ხევის ერთ სოფელში კერიის პირას ისხდნენ ორი კაცი და ერთი დედაკაცი. ერთი ამათთაგანი ონისე გელაშვილი, გაქმნილი სახით და გამჭვირვალობით, ბანდურებს ამაგრებდა. მეორე ცოლი ონისესი, მახია, შუახნის დედაკაცი, დაღმენჭილი სახით და ბოროტი მოუსვენარი თვალებით. საჩოხე მატყს ართავდა და შესცქეროდა ქვავს, რომელიც იქავ ცეცხლზე ჩუხჩუხებდა. მესამეც იყო ონისეს ძმა, თხოვარა გახა, როგორც ყველანი ეძახდნენ ხოლმე. ბევრით მოხუცებულს თავის ძმაზეთ დაღურემილს და გადეხილს მოხუც, თავი ხელებში ჩაერგო და ცეცხლს მიშტერებოდა. ახლა წახვალისება და უფალმა იცის, კიდევ გნახავთ როდისმე თუ არა. ვინ იცის, სად მშიერი ივლი და სად მაძღარი. ჩემო ძმაო, რა ხარჯ გაძლევთ, რომ ცხოთა კარზე გამიტარებია ჩემი სიცოცხლე? შინ იყო და იუფროსო, ის არა სჯობს. არა ძმაო, არა. რაიღა ხელსაყარი ვარ. დავბერდი, დავცა ჩანაგდი, წვერი გამიხდა ჭაღარა. შინ ჯალაბთ, მოვძულდებულ ვარ, გარეთ უნდივარ თაღარა. რა ისთვის ამბობ, მაგასა, რა ისთვის? იმად რომ დარჩი ღვთისმადლმა, კარგსიზე. შენ ხომ კარგად იცი ონისე ისი, რომ ვერ დავჩები. რად მეხვეწები? ჩუმად მოსულ ვარ ჩემი შვილის სანახავად. გულმა ვეღარ გაზნო მისი უნახაობა და ახლა ისევ ჩუმად უნდა წავიდე. ხოლო ამას გთხოვთ, ჩემ ქალს მოუარეთ, უპატრონეთ და გაათხოვეთ. მე სხვა არა მინდა რა. აბა უფხალს არ მოეტყუება. შენი ნუნუ ჩემ შვილებს მირჩევნია. გთხოვთ, ისეთ კაცზე გაათხოვთ, რომელიც გემრიელ ლუკმას შეაჭმევს. სიმდიდრეს ნუ გამოუდგებით. ოღონდ ერთ-ურთი უყვარდეთ და სხვა არა უნდათ რა. ყველაფერს შეძლებენ თუ ოჯახში მშვიდობიანობა ექნებათ. ღმერთი იყოს შენი თავდები. მერთი ხალხისა და ღვთისაგან მოძულებული კაცი ვარ. ერთი ფეხი სამერეში მიდგას. დღეს თუ ხვალ სიკვდილი მელის. ჩემი წილი როგორც თხემდე კლავად სულ თქვენი იყოს. ოღონდ ნუნუს შესაფერი საქმო გამოუნახეთ. თუ ვინმე შეუყვარდეს, ნუ დაუშვით. უფრო კარგი გახდეს.
ნუნუ პატარა ხომ აღარ არის. თვითონ უნდა ირჩიოს მას. თქვენი ცი და თქვენმა ადამიანობა. აბა, ახლა კი წავა. პატარა შეჭამე მაინც რამე. მანამდე ნუნუც მოვა. ნუნუს მოსვლამდე მინდა წავიდე. წამსვლელს რომ ნახავს იტირებს. მხარით მალე დაბრუნდება თქო. გებრალებოდეთ ობოლი. ცოდვა. შვიდობით ძმაო. ვინც გნახავთ კიდევ თუ არა. შვიდობით მახია შენიც და შენმა ქალობამ როგორც მიხედავთ და უპატრონებთ ჩემს ნუნუს. კარგად იყაი. ნუნუს ჯავრი ნუ გექნება. გახამ წყნარად გადააბიჯა იმ კარის ღურბს, რომელთანაც განშორება ისე ეძნელებოდა. და ნელი ნაბიჯით წავიდა. ონისეც თან დახვა. მახია კი კარებიდან გამობრუნდა. საღამომდე მაინც მოიცდება. აი გაგავაკეთ. არ გიცნონდა. რაღაც მიცნობენ. ის მაგუმა. ხალს კიდეც გადავავიწყდი. გახემდა ონისემ ერთხევს მიაღწიეს. იქ გამოესალმნენ ერთმანეთს და ონისე გამობრუნდა თავის სახლისკენ. გახამ კი ერთხელ კიდევ გახედა თავის სოფელს. ჩაიქნია ხელი და თვალსავით ბარბაცით გაემართა ვლადიკავკაზისაკენ. ის გულისათვის იმას მოაგონდა თავისი სიყმაწვილი, დავდო. წარსული იმედები. ერთი სიტყვით ყველა ის, რითაც კი ასეთ კბილი ხდება კაცის მწარე სიცოცხლე. მოიღეთ, მოწყალება. მოაგონდა ის წუთი, როდესაც პირველად შეჰკრა თვალი იმ ქალს, რომელმაც სწრაფად აუდუღა სისხლი ძარღვებში. აგრემც ღმერთი მოაგონდა როგორი ქორწილა ამ ქალზე და შემდეგ როგორი ბედნიერი იყო, როცა შეეძინათ მომავლის იმედად მშვენიერი გოგონა. შეგრალეთ უპატრონო. ეს ყველა წარმოუდგა იმის გონებას და გაიგეთ. წუხარებით აუვსო გული. სად გაქრა ეს ნეტარება? სად წავიდა? გახას მოაგონდა ისიც, თუ როგორ გადაეკიდა იასაული და სულ სახთი და ბეგარაზე მუშაობით. შემდეგ უდანაშაულოდ დააპატიმრებინა, რათა გახას ცოლის მიმართ აღძრული დიამბეგის მხეცური ვნება დაეკმაყოფილებინა. და კი მოტყუების გზით შეძლო კიდევაც დიამბეგმა გახას ცოლის გაუპატიურება. მაგრამ ციხიდან გამოპარული გახა სწორედ იმ დროს შეიჭრა დიამბეგის ოთახში, როდესაც ეს უკანასკნელი თავისი პირუტყული ჟინის ძალად დაკმაყოფილების შემდეგ განცხრომით განისვენებდა. მაშინ ტრიშ ჯავრისა და მწუხარებისაგან გააფთრებულმა გახამ ცოლს ხანჯლი თავის შუაზე გაუპო. ხოლო გულგახეთქილი დიამბეგი, რომელიც ტახტის ქვეშ დამალვას აპირებდა, ღორივით დაჰკლა. სწორედ ამ მწარე დღიდან გახა გადაიკარგა იმ ადგილებიდან და მათხოვრობით დაიწყო თავისი რჩენა. ხოლო მისი უპატრონო დარჩენილი ძუძუთა ქალი იზრდებოდა ჯერ გულკეთილ მეზობლებთან, ხოლო შემდეგ ონისესთან. ეს ყველაფერი გაახსენდა გახას და საშინელი სასოწარკვეთილება იგრძნო. იგი ძლივს მილასლასებდა ოდესღაც ნაცნობი ბილიკებით და
თუმცა გზად არავინ ხვდებოდა, მაგრამ შეიბრალე თუ პატრონ ანგარიშ მიუცემლად მაინც მოწყალებას ითხოვდა. საფარი მოხედეთ დავდუნს როცა გახა თვალს მოეფარა, ონისე შინ შებრუნდა. ძმის გამოსალმებას იგი არა მცირედად აეღელვებინა და მიუხედავად იმისა, რომ გახას წილობა მას რჩებოდა, მაინც გულაჩუყებული და დაღონებული შევიდა თავის სახლში. იტირე, ბარემ ხმამაღლა იტირე ბალღირი. შენ ძმასთან დაშორება ადვილი გგონია. ვინიცის იქნები ვეღარც კი ვნახოთ ერთმანეთი. წავიდა. ღმერთი ხელს მოუმართავს. ქვეყანა დიდია. მაგას თავი გაანებე და ყური დამიგდე. ნუნუს მთხოვნელები ხო გვყავს? მივცეთ და მოვიშოროთ თავიდან. რა ვქნა ნუნუს რომ არ მოსწონს, რა უყო? სხვისი შვილის ცოდვაში როგორ ჩავდგე? იმას მკითხავს. ვისაც ჩვენ ვეტყვით, იმას უნდა გახვეს. მართალია, მაგრამ ნუნუს სხვა უყვარს. მათი ლაპარაკის დროს სახლში შემოვიდა წყაროდან დაბრუნებული ნუნუ. წყლით სავსე ტაგანა ჩამოიხსნა და წყნარად დადვა. მიმოიხედა ოთახში და მამა რომ ვერ დაინახა, იკითხა. მამა სად არის? წავიდა. წავიდა. რა გატირე? როგორ რამატირებს? გაჩუმდი. აი ახლა გაგათხოვებ და სულაფერი და გავიხსნება. რასამბო, მე არ მინდა გათხოვება. ახლა აგრი ამბობ, მაგრამ მე აღარ იტყვი. ისეთ კაცს მიგათხოვებ, რომ ყველა შენ შემოგნათოდეს. არ მინდა დამახსენით. მე ვიცი ვიზედაც მიპირებთ გათხოვებას. თავს ჩამოვიხრჩობ და იმას კი არ მივთხოვდე. რისთვის არ მithხოვდები? მახიაო, შენი ჭირიმე, გეხვეწები, გებრალებოდე, მე სხვა მიყვარს, მახიაო, გამიგე. კარგი, გაჩუმდი. მამა შენი წავიდა და შენი გათხოვება ჩვენ მოგვამდო. ვისაც ჩვენ ამოგირჩევთ, იმას უნდა გახვე. ეხლა წადი. ცელი აიღე და ის პატარა სათიბი დათიბე. ამ ამბით დარეტიანებული ნუნუ უსიცოცხლოდ გადავიდა იქვე სათიბში. მკლავები მოკვეთილივით ჰქონდა. იდგა ერთალაგას და სივრცეს გაჰყურებდა. მაგრამ ვერაფერს ხედავდა. იგი მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ღობესთან მომდგარმა იაგომ დაუძახა. ნუნუ, გამარჯვება შესაძლეს. იაგო. ნემომეცი, ნემოვთიბა. არა შენი ჭირიმე. დამეხსენ მე თვით მოვთიბავ. რა იმოქსლია ქალავ? რად მელაპარაკები აგრე? არც რა. წადი არავინ მოგვასწროს და მოგვასწროს რა იქნება? იაგო, წადი შენი ჭირიმე თორემ რა მოგივიდა? რა დარმეუბნები? ის მომივიდა რომ სხვაზეთ მიპირებენ გათხოვებას. სხვაზეთ? ხო, სხვაზეთ. მამა რაღაც ამბობს. მამა აქ აღარ არის. წასულა. მაშიაგო მოკდეს თუ სხვა ვინმეს დაუთმოს შენი თავი. მაშ რას იზამ? მე თვითონ არ ვიცი. ხოლო თუმ საღამოს ყველა სომ დაიცინება, აქ გამოდი. გამოხვალ. რაც თუ მხარ, იქნებ აღარ გინდივარ. რას ამბობ ბიჭაო? უწინც დღე გამქრობია თუ შენ აღარ მენდომები. ნუნუ ჩამოყველა. იაგო. ნუნუ. ხომოყველა მახამ. ხომ ნუნუ. მოვალ ჩემო იაგო. მხოლოდ ახლა წადი. არავინ გუნახოს. იაგო, წადი ღვთისგულისათვის. კარგი. წავალ ჩამოყველავ. ოღონდაც
ერთი გაკოცო კიდევ. ერთი. სწორედ ამ საღამოს ონისეს ოჯახში დიდი ბჭობა იყო გამართული. აბა ონისე, ჩვენ მოვსულვართ შუაკაცებად. ამ ქალს საკითხავს გირგოლა თავის ძმისათვის. ოჯახი კარგია, ბიჭია და კაი ბიჭია. ღვთისმადლმა არ დაიწუნება. გირგოლა და ხელმწიფის სამსახურშია. ყველაფრით შემწეობა შეუძლია. აბა ღმერთს ვერ შევწოდავ. ოჯახი კარგი აქვს, მაგრამ გირგოლას ჯალაბობა არ ახავს და ეგ ქალი მარტოკა რას გააწყობს იმათ ოჯახს. რა უშავ შენი ჭირიმე? პატარა ხომ აღარაა, ნუნუ? პატარა არა, მაგრამ სახლის პატრონობას დიდი ძალა უნდა. გირგოლას ბევრი სტუმარი მოსდის, ყველას დახვედრა უნდა. აბა, ჩვენ კი მოსულვართ, გეხვეწებით. გაწმილებულს ნუ გაგზავნით და ეხლა თქვენით. რა იქნა, მეტად უხთუა გირგოლა. თავის ცოლსაც სულ აგინებდა, სცემდა, თმითათრებდა. რა უნდა ქნა არის? დიდრები არიან შენი ჭირიმე. დიდრები. მოსთხოველა იცგინდა და ისინიც გადაიხდიან. ცხორ აიღალაპარაკი გინდა თუ ურვადზე. 15 ძროხა ურვადი. ერთი თუმანი მახიას გასამზრდელო. ერთი ცხენი სადედიზმო. 5 მსუქანი ჭედილა თავის სატანსაპოხი. არა, ბევრსაც ხოვლობ, ბევრია, არა. ჩვენ ნაკლებ ქალს არ გავიყვანთ სახლიდან, არა. თქვენ ხადრს რა უყოთ, თორემ სხვებიც ბევრი ყავდა მთხოვნა. ურვადსაც მეც გვაძლევდნენ, მაგრამ ჩვენ გვარს ვეძებთ. არა. აბა თქვენს კარგად იცნობთ, იაგოს გულადობით გინდათ თუ მუშაობით, ხევში გამყმული ვარში. ისიც კი გთხოვდა ნუნუს და უარი უთხარი. რა, იაგო, მე ბატონის ყმა ცხორაი. არც მიწა იმისთვის, არც სახლი და არც კარი. ან ურვად საით გავიდო. ეგ მართალია, მაგრამ ქალს ნაკლებად მაინც ვერ მოგცემ. აბა, არა, ვერ. პატარა გაგებას უნდა. იმათ ბევრი ივაჭრეს და ბოლოს მორიგდნენ. აიღეს ნიშნად 5 მანეთი და გადაწყვიტეს ნუნუს გადაცემა იმ ოჯახში, რომელშიც შესვლას ქალი სიკვდილს არჩევდა. ამ ამბის გამო ონისეს ოჯახში დიდხანს გაგრძელდა ვახშამი. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ნუნუ აგვიანებდა დათქმულ ადგილზე გასვლას. შუაღამე გადასული იყო, როდესაც სტუმრები წავიდნენ და ნუნუს ოჯახი დასაძინებლად დაწვა. მაშინღა შეძლო ნუნუმ იაგოს შესახვედრად გამოსვლა. იაგომ დანახვისთანავე გარშალა მთვალვარე ხელები და ნუნუმ კერტში ჩაიკრა. პატარა ბავშვივით ხელში აიყვანა და იქვე საჩალეში გადაიყვანა. გაშმაგებული იაგო თავდავიწყებით კოცნიდა და იალერსებოდა მის ერთადერთ სიხარულს, ნუნუს. იაგო, რა იღავქნათ ბიჭაურული დამნიშნეს მე ბედშავი. თავი მოსაკლავად მაქვს. თუნდაც მთელი დუნია მოვიდეს. შენს თავს არავის დაუთმო. ოღონდ შენ გიყვარდე. ნეტამც ეგრე იყოს ჩემო ყველა. ნუნუმ და იაგომ ვერც კი შეამჩნიეს, რომ ღამე უკვე გაპარულიყო და განთიაც მოეღწია. შორიდან ლაპარაკის ხმა შემოესმათ. ახლა წავალ ჩემო ყველავ. პატარაც მოითმინე და რამეს ვიყონებ. ან ჩემი იქნები, ან სიცოცხლეს განაცვალებ. წმინდა გივარგი იყოს ჩვენი თავდები. ან შენი ცოლი ვიქნები, ან თავს ჩამოვიხრჯობ. ერთხელ კიდევ გადაეხვიდნენ ეს ორი ერთმანეთისათვის გაჩენილები და გაშორდნენ. იაგო შარაზე გადავიდა. შინ მიმავალ გზას აუხვია თუ არა იქვე, დიამბეგი იასაულების თანხლები წინ შემოეხეჩა. რა საკეთებდი აქ ამ დროს? მოკეთესთან ვიყავ. შინ მივდივარ. მე ვიცი შენ რა მოკეთებთანაც იყავი. რა უყავი ცალები? რა ცალები? ერთი ამას უყურე და ვითომ არც კი იცის.
ის ძალები, რომელიც უხელ მოიპარე. მე არაფერი მომიპარავს. უბრალოდ ვცდილობ ჩემს მოტყუებას. მე კარგად ვიცი, რომ ქურდი შენ ხარ. ღვთისმადმა არა ვარ. არა ხარ. არა. მას მთელი ღამე სად დაიხატებოდი? თქვენ რა იგინდათ? მე ის მინდა რომ უნდა მითხრა. რა ისთვის უნდა გითხრა? თელმა სოფელმა იცის რომ ქურდი არა ვარ და ცხო საცაგინდა ყოფილიყავ თქვენ რაი? ისა რომ უნდა მითხრა, ღვთისმადმა ცოცხალს ვერ მათქმევინებ. აი თქვენ მათქმევინებ. აი დედასა მოკვდეს იაგო თუ ეს კარტკომა შეგარჩინოს. დაიჭირეთ, ხელები შავკარით, წამოიყვანეთ. ჩვენებურებო, თქვენ იქით მიდექით, და თვითონ ეგ მოვიდეს. რას უდგეხართ? დაიჭირეთ, შავკარი. იასაულებმა ვერ შეჰბედეს იაგოს, რომელიც ანთებული თვალებით დიამბექს უყურებდა. ამ დროს იაგომ ვერ შეამჩნია გირგოლა, რომელიც უკანიდან ეპარებოდა. მოულოდნელად თავს დააცხრა და ხელები დაუჭირა. გირგოლა, ხელი გამიშვით, თორემ სისხლი გულში მოვიდა. სემეთ, მაგრამ დაკარით. რისთვის მრევლ მეზობლების სისხლში დიამბეგო, თუ გული გერჩი შენ მოდი, თუ აშკაცი ხარ. ამ სიტყვების დამთავრებამდე დასწრეს ალალმართალ იაგოს, უწყალოდ სცემეს და გათოგეს. რაისკის მეკცევით, ასე უღმერთოთ, ვის რა დაუშავეთ, რა კიდეთ შემგან, მაგას ხვალ გამოვარკვევთ, წამოიყვანეთ. მეორე დღეს მთელმა სოფელმა შეიტყო იაგოს დაჭერა და ქვეშეთ წაყვანა. ამ ამბავმა ნუნუს თავზარი დასცა, მაგრამ გარდა ცხარეცრემლი ტირილისა საბრალოს რა უნდა ექნა. ერთ დღეს მახიამ, გირგოლამ და ონისემ მოილაპარაკეს, რადგან ნუნუ ვარზე იყო, გაეტაცებია იგი გირგოლას, როცა მოხერხებულ დროს იპოვიდა. და მართლაც, როცა ნუნუ სოფლის ახალგაზრდა ქალებთან ერთად გერგეთის მთაში წავიდა ქუბისა და შავი ხილის მოსაკრეფად, მახიამ მაშინვე შეატყობინა გირგოლას, რომელმაც რამდენიმე ყაზახის თანხლებით გაიტაცა საბრალო ნუნუ და თავის მახინჯ ძმა ნინიასთან მიიყვანა არშის ციხეში. ამ ხნის განმავლობაში იაგო ყოველგვარი გამოძიების გარეშე ქვეშეთიდან ანანურის ციხეში გადაგზავნეს. წარსული საუკუნის სწორედ იმ ჯურღმულში, სადაც ასობით ალალ მართალს სული ხდებოდა. იაგო პირველად დარწმუნებული იყო, რომ იმას ჩქარა გაამართლებდნენ და გამოუშვებდნენ. მაგრამ დღეები დღეს მისდევდნენ. თვეები თვეს და საქმის დაბოლოებაზე კი ჩამიჩუმიც არ იყო. როგორ? თუ მთელი სიცოცხლე აქ უნდა გავატარო. აქ აღმოხდეს ასეთ ზაღუმადურად სული. შეუბრალებელს, გაუკითხავს, გაუსამართლებელს. ეს ჩალა უნდა იყოს ჩემი საგებელი. ასე უწყალოდ რა დანაშაულისათვის მეკცევიან. არა ვარ ქურდი და ქურდობას ვწამებენ. არა ვარ ავაზაკი და ავაზაკობას ვწამებენ. მე მიყვარს და
საყვარელ საგანს მაშორებენ. რეისთვინ რა ძალაკ დაიმათ. ძალაკი არა დიაცნი შევიქმნელი შიშარები. წარღუნა მაინც მოსულიყო რომ სულ წაველეკლეთ. არა ვეღარ გავცლება მგალიაში. არ შემიძლიან სიკვდილი მირჩევნიან ასეთ ცხოვრებას. მომკლან მაინც მადლი მომივა. ეი ურჩულაბო უღნას თოლო მომკალით ბარემ მომკალი ერთი ტყვია გენანება ერთი ტყვია თავისუფლებას მთის წმინდა ჰაერს დაჩვეული იაგო ღრიალებდა და გიჟივით აწყდებოდა აქეთ იქით სანამ დაუსებულმა და თავში ხელისცემისაგან დაბეგვილმა გონი არ დაჰკარგა. იაგო კარგა ხანს ეგდო ამ მდგომარეობაში და როდესაც თვალი გაახილა აშკარად დაინახა რომ ფანჯრიდან ერთი ქვა მოშორდა და იმასთან ერთად სამაგრისათვის გარდიგარდ მოგახიდული რკინებიც იაგოს სმენად გადაიქცა. წყნარად არ გავიგონ მაგურჯულოებმა. ვინახართ ქრისტიანებო მომეშველეს. ჩვენა ვართ. ქართველები ქრისტიანები ხართ. იაგო შენა? აი რომ მე ვარ მაგრამ შენ ვინახარ ვეღარ გწნო. იდიდოს შენ ძალა დიდებულო წმინდა გივარგი. მაშ ვერ მიცან ვინა ვარ. ღვთისმადმა ვერ გიცა. ლაპარაკის გატყო მოხელე უნდა იყო და რა იგავიგო ბნელში. მე ყობა ვარ შენი ძმათ ნაფიცი. ყობა აქ საით მოსულხარ. ყველას მერე გიამბობ ახლა კი გადმოდი ამ ფანჯარაში. ავჩქარდეთ თორემ გათენება მოგვისწრებს. ჩემთვის მოხვედით არ დაგვიწყებივართ. გმადლობ შენ წერისას სპარსანგელოს. ბეჩაო ძმათ ნაფიცი რაითღა დამავიწყდებოდა. მოგიკვდა ჩემ თავი. გადმოდი ჩქარა. ვიღაცები მოდიან. კობამ და მისმა ძმათნაფიცმა თორღომ პრობილი გადმოიყვანეს თუ არა რკინის ბორკილები გაუქრიბეს და დიდი სიფრთხილით გასცილდნენ ციხის გალავანს. როცა სამშვიდობოს გავიდნენ და ერთ მყუდრო ადგილას დაბინავდნენ, მხოლოდ მაშინ დაუწყო იაგომ კობას ამბის გამოკითხვა. კობავ, რა ისთვის არ მიამბობ შენს თავგადასავალს? რა იგიამბო? კაცი შემომაკვდა და გავიქეცი. რა ისთვის? ვისი სისხლი დაიდე? სანადიროთ მივდიოდი. ტყიდან ქალის კივილი შემომესმა და იქითკენ მივეშურე. ვრახე ქალს გაწმიდებას უპირებდნენ. მე წავეშველე და ერთი შემომაკვდა. ვაშკაცი ყოველთვის ვაშკაცურად მოიქცევა. მე ციხიდან გამოქცეული ვარ. სოფელში არ დამედგომება. ერთად ვიცხოვროთ აქ ტყეში. კობა, სხვას რატომ არაფერს მეუბნები? რაიღა გითხრა სიბეთ შავის მეტი. რა ისთვის არ მეუბნები? იმაზე ვიზე დამბობ. არიცი ვიზედაც კითხავ. რა ისთვის ეშმაკობ? რა არ მეუბნები? ადამიანი ჭიშსაც უნდა მოელოდეს და ხინსაცა. რისი გეშინიან? მითხარი ყველაფერი. მუდამ მიხვთვის გულისათვის. კარგს ვერას გეტყვი იაგო. მითხარი რა მოუვიდა? ნუნუ გაიტაცეს. გაიტაცეს? ვინ გაიტაცა? გირგოლამ. გირგოლამ. ვასხვევინებ. დეთის წესვან თხევინებ თუ ბიჭი ვარ. რაიღა დაუმალო. ნუნუ სოფლის გოგონებთან ერთად ხილის საკრეფად იყო წასული. გირგოლა სწორედ იქ დაესხა თავს ქალებს და მერდინიც კი გადალახა. მე შემთხვევით შევესწარი ამ ამბავს და გირგოლას შევებრძოლე. მაგრამ მარტო ვიყავ და სანამ ვიბრძოდი ქალი გაიტაცეს. სწორედ იქ შემომაკვდა კაცი. იმავს საღამოს იმის მიუხედავად რომ ნუნუ ხმამაღლა უარს ამბობდა თავის გათხოვებაზე იბრძოდა და არ ადგებოდა სოფლის სახლდარში მღვდელმა
ნუნუ და ნინია ძალით შეაუღლა და ახლა არშის ციხეში არიან თავშეფარებული. არხის ციხე თავისი სიმაგრით განთქმულია არა მარტო ხევში, არამედ საქართველოს ისტორიაშიც. იგი თითქოს განგებს შემოზღუდულა ამაღლებული კლდეებით, რომელსაც მისადგომი წვრილი ბილიკი სიბ-კლდეზე სარტყელივით შემოკვრია. ამ ციხეში დიდი ხანია აღარავინ ცხოვრობდა. მხოლოდ ახლა ციხის გახეთქილ კედლებიდან ამომდინარე კვამლი ამტკიცებდა, რომ აქ ვიღაც დასახლებული. მზე გადაწვერილი იყო, როდესაც ნინია ამ სადგურიდან გამოვიდა. ქვაბს გასცილდა და იქვე ქვაზე ჩამოჯდა. მიყვარს და რა იყო? ოხ, ბიჭო, ჩემო თავ. ნინიო! შენ ახარ გირგოლა. ბიჭო! სხვარში აღარ მიდიხარ. უარ მიმხედეთ ხომ იციეგაა ჩვენი სარჩო საბადებელი. რა იყო? ოხრადას დარჩენილა. რა ისთვის ბიჭო? იმისათვის რომ სულ ხომ დედაკაც არ მიუჯდები გვერდით. სირცხვილია ქვეყანა დაგცინებს. რა ვქნა გირგოლა? ვილევი, დნები კაცი. რა შედეგი ჩემ ცოდვაში? მიშველე, მიწამლე რამე. მაგერ ორი თვია რაც შევირთე და ახლო არ მეყარები. ებე რა იგიყო? რა იგიწამლო? ჩემი ცოლი იყოს მე ვიცი და შენ რომ არა შეგიძლიერანე რა გიშველო? რა იქნა, რაი? სცემე. მაგრას სცემე და შეგიყვარე. კიდევ ცემა. განაცოდა ვცემე. აღარ შემიძლია. დადი. გული მიკვდება იმას რომ ვცემ, ასე მგონია მე მცემენ. დადი, წადი ცხარს მიხედე. მანამ მე ვეცდები მოვათვინიერო. წავალ გირგოლა. წავალ მხოლოდ ღვთის გულისათვის. ძალიან ნუ გააწვალებ. რა უყო რომ არ უყარავ. ის ლამაზია. მე კი გონჩი. შებინდდა. ქვაბში საკმაოდ ჩამობნელდა. კერიის პირას იჯდა ნუნუ, რომლის სახე სანთელს დამსგავსებოდა. მისი ჟუჟუნა, მომღიმარი თვალები, თითქოს სადღაც ჯურღმუში ჩასცვინოდა. გარეთ საშინელი თავსხმა დაიწყო. გაიელვა. დაიქუხა და იქვე სადღაც მეხი გავარდა. გირგოლა ქვაბში შევიდა. ჰალო. შენი ქმარი გავგზავნე ცხვარში. რა უყო რომ გაგზავნე? ჰალო. რა ისთვის არ გიყვარ შენი ქმარი? მე ქმარი არ ამყავს. შენ მართალი ხარ. ეგეთი ქმარი თუნდიყოს და თუნდარა. შენ აგეთი ქმარი კი არ გინდა. ებრა კაცია ჩემი ძმა. მაშ რა ისთვის გამომიტაცეთ? რა ისთვის ჩადექი ჩემ ცოდოში? რა ისთვის? ხო, რა ისთვის? იმისთვის რომ მიყვარხარ. გაიგი ახლა რა ისთვის მოგიტაცე? შორს! სოდვიანო შენი ძმის სოს მაგას რას მეუბნები? ჰალო!
მოვკვდი, ჩამოვდნი და ვილია შენი ცქერით. ღმერთი არ აღწამს, არ გებრალები. შენ გიყვარდი და შენს ძმაზე დამწერე ჯვარი კარგიღა, გეყოფა სიცივი. ის მადმა მიყვარხარ და არც ვის დაუთმობ შენს თავს. ჩემი ძმის სიკვდილით რომ დამჭირდეს ამ ხანჯალს, ტარამდე ჩაუსვავ გულში და იმასაც არ დავანებებ. რა დარჩა მომეხსნები, რა გინდა ჩემგან? შენი სიყვარული. შენ შეგიყვარო, შენ რომელმაც დაღუპე ჩემი იაგო, ცოცხალი მიწაში ჩადე, შენ რომელმაც იმედი ყოველი სიხარული მომისპე, რა პირით მეუბნევი რომ შეგიყვარო? ნუ ტანჯავ, ნუ მაწვალებ. შენს ძმაზედ რაღაც დამწერე ჯვარი თუ შენ გიყვარდი, ეგეთ ჩემი სიყვარულით მოგივიდა. აი რომ შენი სიყვარულით. მე ჯვარ დაწერილი ვიყავ, მეორეთ აღარ დამწერდნენ ჯვარს. ცოლით შენი გულისთვის გავაგდე, ჩემი ძმა მე არ მომშორდება და იმას კი ჯვარ დაწერილი ცოლი. ქალაო, ჩაიგონე. შენ ჩემი უნდა იქმნე. ჩემ სიკვდილს უფრო მალე ნახავ სანამ მაგასა. ქალაო, შენ ხუმრობ, მაგრამ მე კი არ მეხუმრების. აქამდე და გაცადე ხათრით, ეგეც კმარო. ირგოლაო, ცხვენოდეს. შენი ძმის ცოლი ვარ, არშის წმინდა გივარგის სტუმარი. იმისი ხათრი შეინახე. აუ, კაცი არ ყოფილხარ და მეხსენი წამეღმერთ. ქალაო, ხუმრობ. ღვთისმადლმა, აქეადვილად ვერ წამიხვდა. გამეცალე, შეურჯულო გზა. ნუნუ მაიტაცა ცული, რომელიც იქავეგდო და მოუქნია. გირგოლა გვერდზე გახდა. ძალზეთ მოქნეული ცული ზუზუნით წამოვიდა და ყვამდე მიწაში ჩაერჭა. სანამ ნუნუ ცულის ამოღებას მოასწრებდა, გირგოლამ ძალზეთ მოხვია ხელები, ასწია გულშემოყრილი ქალი და საგებელზე დააწვია. რაწამს ნუნუ გონს მოვიდა. მან ზიზღით შეხედა მხართედოზე წამოწოლილ ვნება დამცხრალ გირგოლას და მეორე ოთახში გავიდა. მოდი ხალაო. სად გავიდი? ახლა მაინც ჩემი ხარ. ხვენია და ხმასი მადარიღებს. პირველად გაიგო სიყვარული და ჰაი რომ იტირებს. არ გაუვლია დიდხანს რომ გირგოლას ბრახუნი შემოესმა. იგი ფეხზე წამოვარდა და მეორე სამყოფისაკენ გაქანდა. ცეცხლის შუქზე, რომელიც მცირედ ანათებდა, მან დაინახა ჭერში ჩამოკიდებული ნუნუ, რომელსაც სახე საზარლად დაჰპრანჭოდა, მთლად გალურჯებულიყო. გირგოლამ გადასჭრა თოკი და საჩქაროდ შეხსდა ქალს საბერი ყელიდან. ვაი, ელი, ვინ ხართ მან მიშველეთ? ნუნუ, მე ვარ შენი გირგოლა. მახრჩობენ. სათხარ. იაგო. აუ, იაგოს კლავენ. არ დაგანებებთ არა. კიდევ იაგოს ახსენებს. მოდი ჩემო იაგო. ჩემი ხარ. ნუ რა ვის დამანებებ. შენ მირჩევნი ხარ ყველას. ჩემი გულის საყვარელი ხარ. მოდი. სადა ხარ? რით ვერ გაიგე დედაკაცო რომ იაგო აღარაა შენთვის. იაგო მოკვდა. აღარ არის. ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეს? ალბათ ნინია. არა ის ვერ გაბედავს. ეხლავე. ვინა? მე ვარ. ვინ შენ? მე ვარ პეტრია. ვინა? მე ვარ იასაული პეტრია. პეტრია შენა. მოდი პეტრია რა ამბავი? ჯამბეკმა გამომგზავნა. იაგო გაქცეულა. იაგო როგორ? ვიღაცას გარედან კედელი გამოუქრებია. სარკმელი ამოუღია და იაგო გაუმთავისუფლებია. როდის მომხდარა ეს ამბავი? სამი დღიანაც გაქცეულა. ახლა იაგოს ცხრამთა ექნება გადავლილი. გირგოლა ჩაფიქრდა. იმან კარგად იცოდა რომ ციხიდან გამოქცეული იაგო სიცოცხლეს გაუმწარებდა მას. ისიც კარგად ესმოდა რომ მასავით გულმხურვალეთ არავინ შეეცდებოდა იაგოს დაჭერას. მაგრამ ნუნუს რა უნდა უყოს?
რომლისთვისაც იაგო დააჭერინა და ორი გვარეულობა გადაიმტერა. ახლა უპატრონო თხომ ვერ დატოვებს მომაკვდავ ქალს. ცეცხლი მოედო გირგოლას. ტვინი უხურდა. მან პეტრიას თავისი ნათლი და ამოაყვანა არშიდან, რათა ნუნუსათვის მიეხედა და თვითონ დიამბეკთან გასწია. ავადმყოფობისაგან დასუსტებულ ნუნუს გაქცევის თავი არ ჰქონდა, მაგრამ საშუალება მიეცა თუ არა ციხიდან გაიბარა. მუხლების კანკალით გერგეტის მთა გადაიარა და წყაროსკენ დაუხვია. სიარული ვეღარ შეწყდა. დასასვენებლად ჩამოჩნდა. მის დაუნებლიეთ თვალები მოეხუჯა. ჩასწვიმა. რამდენიმე ხნის შემდეგ საშნელმა ღრიალმა გამოაღვიძა და დაინახა, რომ მის წინ 10-15 ნაბიჯზე ვებერთელა დათვი იდგა. მხეთ თითქოს ეგრძნო ნუნუს უმწეობა და ნელ-ნელა უახლოვდებოდა. ნუნუ წამოხდა, მხეთს ერთი საზარლა დაიღრიალა და თავდასხმისათვის მოემზადა, მაგრამ ამ დროს იგრიალა თოფმა და მომაკვდავი დათვი მიწაზე გაგორდა. ალაუ, მარტო უიარაღოთ თაში როგორ ბედავს სიარულს. შეგრჩეს მარჯვენა. შენ რომ არ ალბათ დამგლეჭდატია. ნუნუ! იაგო! შემოყველა, იაგო! შემოყველა. როდესაც ნუნუ არშის ციხიდან წამოვიდა, შემთხვევით აღყოლოდა იმ გზას, რომელიც იაგოს თავშესაფარისაკენ მოდიოდა. იაგო სანადიროდ გამოსულიყო და სწორედ იმ ადგილას მივიდა, სადაც ასე მოულოდნელად და ასე დროულად შეხვდნენ ისინი ერთმანეთს. მაგრამ მათი ბედნიერება ხანმოკლე იყო. ნუნუ და იაგო ენით აუწერელ სიტყვებაში იყვნენ, როცა გირგოლა რამდენიმე კაცით ხმალამოწდილნი ტყიდან გადმოცვინდნენ. იაგო წამოხდა. პირველი გასროლისთანავე ერთი კაცი იქვე მიაწმინა. მერე ხმალზე მოიგლო ხელი. შეიქმნა ფიცხელი ბრძოლა, მაგრამ 1-20-თან რას გახდებოდა? იაგომ დასჭრა რამდენიმე კაცი. თვითონ მასაც თქლიალით ჩამოსდიოდა სისხლი. ყველა ცდილობდა იაგოსათვის დაერტყა, რომელიც ვეფხვი იტრიალებდა მათ შუა. იაგოს თანდათან თვალთ უბნელდებოდა. ის იყო უნდა წაქცეულიყო, რომ კობასა და თორღას თოფებმა იგრიალეს. გირგოლას რაზმიდან 7 კაცი იქვე დარჩა უსულოდ. დანარჩენები კი გაიქცნენ. ბევრი ეძებეს ნუნუ და ხოცილებში, ტყეშიც, მაგრამ ვერსად იპოვეს. ამ ამბის შემდეგ გაიარა 3 დღემ. საღამოს 10 საათი იქნებოდა, როდესაც გირგოლა შევიდა თავის სახლში. ასანთიანთო ქონისანთელს მოუგიდა. სენიდან უკან ხელებ გაკრული ნუნუ გამოიყვანა და დედაბოძზე მიაკრა. ეგრე იყავი ძაღლო, ჩაკვდი. ვინახარ? მე ვარ, ჯღუნა. ო, ჯღუნა. მოდი ჯღუნა, მოდი. რა მოიტანე? ცხურის ხორცი. ერბოში შემწვარი ვარიები. ვილი შოთები, კარგი ღვინო და არაყი. კარგია. კარგია ჯღუნა, მოდი ერთი გემრიელად ვივახშმოთ. გირგოლა და ჯღუნა შეუდგნენ ვახშმობას. ხოლო ნუნუ, რომელსაც 3 დღის განმავლობაში ერთი ყლაპი წყალიც გენატრებოდა, რომ გამშრალი ხახა გაესველებინა, ჯერ არ უცქებდა მათ მადიან ვახშმობას, მაგრამ შიერი ადამიანის ინსტინქტმა სძლია და ხარბად მისჩერებოდა მათ. აბა, გალაუ, ნახერა გემრიელი შემწვარი ქათამი. გირგოლა, რა შედივა? იქან მიუტანე და არაჭმევ. ეგუარესი ზღირსია ეწამოს. წყალი. ერთი წვეთი წყალი ღვთის გულისათვის, ჯღუნა. გირგოლა, იცე ცოტა წყალი, ცოდუა, ადამიანია, მოკვდება. ზაღლია მაგას რა მოჰკლავს. ცოტა მიეცი. ჯღუნა წამოხდა. წყალი დაალევინა და ჩუმად ჩაულაპარაკა. ცოტა კიდევ მოითმინე შვილო. კარგი, ჯღუნა, ეყოფა.
ჯღუნა ღვინოში არ აღსურევდა გირგოლას შეუმჩნევლად და ის იასმებდა ხშირ-ხშირად, რომ რაც შეიძლება მალე დამთვალიყო გირგოლა. ვესკეცო კალისია ჩემო ჯგუნა გირგოლა ოჯუნა საჭმელი მივცეთ აი ამ ქალცა მიეცი მხოლოდ ერთი ლუკმა მიეცი გირგოლა უკვე მთვრალი იყო. თავს ვეღარ სწევდა მაღლა. ჯღუნა მიუტანა ნუნუს საჭმელი, ხელები გაუხსნა და უთხრა. ასე იყავი, არ გაინძრე. ის მთვრალია. ეწავალ და გარეთ დაგილოდები. აბა გირგოლა Darci, drogatare. Oh, Juna, Gari. Erlagi, Sadi Juna. Ergane vazi. Rogur male daferi. Vay dedasa. Remavide. Ey Nunu. Nunu. Ekhlevay çevi. Mori kalao, vanimet giydi, makotse, meşer modika, ana, baş, memoal, şeytan, kalao. ისამ ლაპარაკის დროს უპირისპირდებოდა ნუნუს, რომელიც ბოთთან იდგა და ზიზღით უყურებდა. ერთბაშად გირგოლა მოაშორა ხელები კედელს და ტორტმანით წავიდა ნუნუსკენ. ნუნუს სწრაფად გამოეცალა. გირგოლამ თავი ვეღარ შეიმაგრა და ისეთი სიძლიერით შეახალა შუბლი ბოთს, რომ უკან გადმოვარდა და რამდენიმე დალუღლუღების შემდეგ იქვე ხვინვა ამოუშვა. ნუნუ გულის კანკალით გამოვარდა გარეთ. იქ ჯგუნა დაუხვდა და თავის სახლში წაიყვანა. ერთ დღეს ჯგუნა ნადირობიდან შინ ბრუნდებოდა და კობა შემოხვდა. ჯგუნა, გამარჯობა. ოჩაკ ჯიხვი მოგიკლავს, შინ ხელდამშვენებული მიდიხარ. კობა, ღმერთმა გაგიმარჯოს. ჩემო კობავ, საიდან? არ ვიცი, ბედმა შენთან შემახვედრა. იაგო როგორ არის? ახლა არა უშავს. ჯერ სულ არ გამორჩენილა, მაგრამ მალე კარგად იქნება. შენ ნუნუსი ხომ არა იცი? ბეჭშავი ქალი მე მყავს სახლში დამალული. თუ გირგოლამ შეიტყო ავიდღე მოგველის ორივეს, მაგრამ ერთი რამ მაქვს მოფიქრებული. ხაზეთ გაქვს გუმანი ჯღუნავ. ბიჭო, აბა ყური დამიგდე. შენ ხომ კარგად იცი ნუნუს ბიძა იონისე? კომაგათ არ გამოვიდა ამ ბეჭშავ ქალზე. მამამისი გახა აქ არ არის და რომ იყოს დევნილია, ვერ გამოჩნდება. გარდა ამისა, მოხუცია აღარა შეუძლიერა. იაგო ციხიდან არის გამოქცეული და დასაჭერად დასდევენ. ის ძაღლიშვილი გირგოლა ისია გადარეული, არავის ინდობს. საკუთარ ძმას გამოსჭრის ხელსა რომ დასჭირდეს. სწორი არ ვამბობ? აი, რომ მართალი ხარ ჯგუნავ. ახ, დედას, რატომ რაისთვის უნდა გახდეს ძმა ძმის მტერი, მეზობელი მეზობლისა? სად არის სინდის რამუსი? ერთი მეორეს აღარ ვინდობთ. აი, გირგოლა, თუ ჩამივარდი ხელში, მე ვიცი, გესლიანი გული თუ არ გაგიპე, მე ბიჭი არ ვიყო. იყუჩე, ყური დამიგდე. ნუნუს და იაგოს აქ არ დაედგომებათ. სანამ გირგოლა იასაულია ჩვენში. მე როგორც ვიცი, გახა ძაუქს არის, მინდა ნუნუ ძაუქ ჩაუყვანო.
თუ თქვენ წინ დროისათვის მოახერხეთ ჩამოსვლაც, კარგი იქნება. გზები რომ ყველგან შეკრულია, როგორ გინდა ნუნუ ძაუქ შეიყვანო? მარხილში თივას ჩავყრი, ნუნუს ჩავსამ და ზედაც თივასვე დავაყრი. ისე ჩავიყვან რომ ოღონდ შენ ეგ მოახერხე და ნუნუსსა და იაგოს მადლით არა გაგიჭირდება რა. დანარჩენი ჩვენზე იყოს. ხვალ საღამოს მინდა გაიმგზავრო, რა სიტყვი? ძალიან კარგი. ნუ ღარ დააყოვნებთ. ჩვენ ძაუქს დაგხვდებით. ახლა წავალ. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე. ამინ. ზაუგის მოხევეების უბანში განცალკევებით იდგა ერთი ძველი სახლი. სახურავზე ალაგ-ალაგ ყავარაგლეჯილი, ჩამტვრეული ფანჯრებით და კარის ნაცვლად ჩამოკიდებული ძველი, ჭუჭყიანი, დაგლეჯილი ჭილობით. საღამოს 9 საათი იქნებოდა, როდესაც ამ სახლს გარშემო უარა ერთმა კაცმა. კართან ჭილოფი ასწია და შიგ შევიდა. ბუხარში ნაგვერდალი გაქექა. ზეთ ფიჩხი დააყარა და ცეცხლის სინათლეზე გამოჩნდა მოხუცი, გათეთრებული თმაწვერულ ვაშით, რომელსაც დიდი ხანია სავარცხელი არ მიკარებოდა და უცნაურად გაბურწკნილი იყო. მისი გამხდარი, გაცრეცილი, დაღმეჭილი სახე, ჩაცვენილი თვალები მეტყველებდა, რომ ამ კაცს ბევრი სიმწარე განეცადა. გაჭირვებისაგან მოდუნებულ, მოცახცახე სხეულს დაფლეთილი ფარაჯა ძლივს უფარავდა. მოხუცმა გათოშილი ხელებით ცეცხლზე გაითბო. ცოტა ხნის შემდეგ წამოდგა და ოთახის კუთხეში მივიდა, სადაც საგებლად დაყრილი ყარტები იყო. გადმოქექა იგი. მიწაში ჩადგმული პატარა კოჭობი ამოიღო და კერასთან მიიტანა. ეს ორიოდე გროშია ჩემიავლადიდება. თუ კიდევ ვიცოცხლებ იქნებ რამე დაუმატო. მოკვდები და ამით დამარხავად. სულს არავინ შემიგინებს. ჩემს სამარხს მე თვითონ ვტოვებ. მოხუცმა ხელების კანკალი დათვალა, რაც კოჭობში ფული გააჩნდა. დაუმატა მთელი დღის ნაწყალობები, თავი მოუკრა. ისევ ძველ ადგილას ჩადვა და ცეცხლისპირა ჩამოჩნდა. ამ დროს ჭილოფი შეირხა და სახლში ვიღაც შემოვიდა. ვინ ახლა? თვალს აღარ მიჭრის. წინ წამოდეგი. მამა! ნუნუ! შვილო! მოხუცი შეიპყრო რაღაც წარმოუთქმელმა მღელვარებამ. მშობლიური გრძნობით აღტაცებულს აღარ იცოდა რა ექნა. იგი კოცნიდა, ეხვეოდა თავის პირმშოს, მის ერთადერთ სიხარულს. მაგრამ
მოხუცის სახე და გული უეცრად შეიცვალა. წარბები შეიჭმუხნა. წაბარბაცდა და უსიცოცხლო სევდიან თვალებში რაღაც ელვარება გამოკრთა. შორს შემდგარ. მამა, ვეღარ მიცან. შენი შვილი, შენი ნუნუ, მამა. შორს მეთქი, არ მომეკარო. მამა. მე შვილი აღარ მყავს. ჩემი ნუნუ ანგელოზი იყო, პროსაბით წმინდა. შენ ამბობ, რომ ჩემი შვილი ხარ? აბა, შეხედე შენ თავს, შენ ისეთი ხარ? არა, მომშორდი, შენ ჩემი შვილი არა ხარ. ვაიმე, პეჩაო ჩემო თავო, მშობელი მამაც ახლო აღარ მიკარებს. შენ ვინა ხარ? ჩემი შვილი? ამუშვაღამისას, ზაუგს, მარტოკა. არა, ჩემი შვილი მანამდე არ მივიდოდა. შენ ის არა ხარ. მას ვინა ხარ? რისთვის მოსულ ხარ? განშორდი. მამა, შენი ჭირიმე, გამიგონე ყური დამიგდე. მერტო, რა შეგწოდე ისეთი რომ ამ დღეში ჩამაგდე. არც ახალგაზრდობაში და არც სიბერში მოსვენება არ მქონია. რისთვის? რა ცოდა მაქვს ასეთი? სადაა შენი სამართალი? მომკალ მაი. მამა. მეძახი მაქვს სახელს. მე შვილი აღარ მყავს. სოლი წამართვეს, გამიფახსირეს და ჩემი ხელით მომაკვლევინეს. საფკას მოშორებული ფიქრობდი. შვილი არ შემარცხენდა, მაგრამ შენ მე როგორც მითხრეს და ასეც ხედავ, ხმარს გაქცევი ხარ. ბილწობის გზაზე დამდგარი აქ ზაუგს, მარტოდ შვაღამისას ქალაქში დაძწი. ახლა მოხედი, მნახე გაუბედურებული მამა, ხომ დასტკბი ჩემი სიმწარით. ახლა მაინც გამშორდი. ვაი, უბედურო ჩემო თავო. მეგონა მამა მყავდა, შემიბრალებ. ახლა სადღა წავიდე. ვიზღა მივმართო მე და უპულმა. მეგონა იმედი მქონდა. ნუნუ ნელა გამობრუნდა კარისაკენ. მიუახლოვდა გასასვლელს. ჭილობს ხელი მოჰკიდა და შემობრუნდა. შვიდობით, მამა. ღმერთია მოწამე. არ მაქვს დანაშაული არავისთან. მით უმეტეს შენთან. შვიდობით, მამა. ნუნუ. მოხუცის განრისხებული გული მოალბო შვილის მოკლე, მაგრამ წრფელ მახსარებამ. გახამ ხელი გაუშალა შვილს, რადგან სიტყვა აღარ ემორჩილებოდა. ნუნუ მიუხვდა მამას გულის პასუხს, გაექანა მკერდში ჩაეკრა და ატირდა. როდესაც ორივე ცოტა დამშვიდდნენ, ნუნუ მოამბო თავისი თავგადასავალი, რომელიც მოხუცისათვის სრულიად სხვაგვარად ჩაეგონებინათ. მას ზალად გაგათხოვეს? ზალად, მამა. იაგო დაჭერილი იყო და ვინღა გამომექუმაგებოდა. სამართალი, ხალხი, თემი სადღა. სადღა სამართალიან თემობა. ახლა გირგოლასთან აკაცების დღეა. მამაშვილი ამ ლაპარაკში იყვნენ, რომ მათ ფანჯრიდან შემოესმათ. ხვალ იაგო აქ იქნებაო. ნუნუ და გახა ამ ხმამ შეაგრთო. პირველად მოჩვენება ეგონათ, ფეხის ხმა გაიგონეს, გამოერკვენ, გარეთ გამოვიდნენ, მაგრამ ამ სასიხარულო ამბის მომტანი იქ აღარ იყო. მათ სიხარულს საზღვარი აღარ ჰქონდა. მაშ იაგო ხვალ ჩვენთან მოვა? ღმერთო,
დიდია სახელი შენი. დიდის ვაივაგლახით, მალვითა და ტყეტყეს სიარულით, იაგო, ყობა, თორღა და ვეფხია ჩავიდნენ ძაუქს და ქალაქის განაპირას მდებარე ერთი დუქნის გვერდით ოთახი დაიკავეს. მათი მასპინძელი მედუქნი აღმოჩნდა ბოროტი ადამიანი. იაგო და მისი ამხანაგები დაბინავდნენ თუ არა, მედუქნე მაშინვე გაიქცა და დიამბეგის კაბინეტში ამოჰყო თავი. რა გინდა? რისთვის მოსულ ხარ? თქვენი სიცოცხლე და კარგად ყოფნა. მოკლედ თქვი. აბრაგები იცი. აბრაგები? ვინ აბრაგები? იაგო, ყობა, თორღა და ვეფხა. ჰა? სად არიან? აქ არიან. აქ თურმე იაგო საცოლე ნუნუ იმალება მამასთან და იმათ წასაყვანად ჩამოვიდნენ. მაგრამ ამისათვის ხო, ვიცი, შენ ფული გინდა. რამდენ სიტყობ? 25 თუმანი კაცის თავზე და აფიცრობას. ძალიან ბევრია. 10 თუმანს მოგცემ. ეგ ცოტა არ გეყოფა. კარგი. 15 თუმანს კაცის თავზე და იუნკრობას მოგცემ. ვენი ხათრი თორე? როდისთვის? 2 დღეში. სად იქნებიან? დროს და ადგილ შეგატყობინებ. კეთილი. როგორც კი მედუქნე გავიდა, დიამბეგმა სასწრაფოდ მოუხმო გირგოლას. ყველაფერი უამბო და უბრძანა მედუქნეს უკანასდევნებოდა, რათა იაგოს და მისი ამხანაგების ადგილსამყოფელი გაეგოთ. თვითონვე დაეჭირათ აბრაგები და ამით მედუქნისათვის შეპირებული ფული აღარ მიეცათ. გირგოლა მაშინვე გამოვიდა და ჭრდილსავით აედევნა მედუქნეს, რომელიც ისე იყო მომავალ გამდიდრებაზე ფიქრით გადაცებული, რომ ვერც კი შეამჩნია როგორ მიჰყვა სახლამდე მას იასაული. გირგოლა დარწმუნებული იყო, რომ იაგო უკანასკნელი ბრძოლის დროს სასიკვდილო დაიჭრა, ხოლო ნუნუ დიდი ხნის ძებნის შემდეგ ბერსად იპოვნა და გადაწყვიტა უთუო წყალში დაიხრჩო თავიო. მაგრამ როდესაც ახლა შეიტყო, რომ ორივენი ცოცხლები იყვნენ, კიდევ უფრო გავკაცდა და საშინელი შურის ძიების სურვილმა შეიპყრო. მან კარგად შეათვალიერა მედუქნის ბინა, სადაც იაგო და მისი ამხანაგები იყვნენ და რამდენიმე წუთის შემდეგ ოფში მთლად სველი გირგოლა დიამბეგის წინ იდგა. მას შენ აგრი არჩევ. დიახ, შენი ჭირიმე. ცეცხლი უნდა წაუკიდოთ მთლიანად სახლს, თორემ ისინი ცოცხალი არ დაგვნებდებიან. კეთილი, ასე იყოს. ინათლა, იაგო და მისი ამხანაგები უკვე ფეხზე იყვნენ. ასე ადრე რა თავდგარხარ. სად მიიჩხარი და ახლა მწვადებს შევწვავ. კარგი არაყი გაქვს. დააყრდით და შემდეგ წამით. როცა დავბრუნდებით სუფრას მაშინ გაგაშლევინებთ. მაგრამ ასე ადრე. ბიჭებო, დავიღუპეთ. ხედავთ, არ ყავს სახლ შემორტყმული. ვიღაცამ გაქცა. თუ შინაური არა, სხვა ვინ იქნება? შენ მართალი ხარ, ყობავ. შინაურია ჩვენი გამცემი. მას პინძლობაც ამას აქვია. ღმერთმა იმი არ გითქვამს. უი შეცახო. აი, ესეთ გაყოფა. ასე მოვა. მე დაგუპეთ. ჩემი ბრალი. დიამბეგს და გირგოლას მთელი ჯარი მოეყვანათ და სახლს გარშემორტყმოდნენ. სალდათებმა თივა მოიტანეს. სახლს გარშემო შემოუწყეს და ცეცხლი წაუკიდეს. რამდენიმე წუთის შემდეგ კვალმა დაჰფარა სახლი. ხმელთივაში ღვივდებოდა ცეცხლი და ერთბაშა თავარდა აი. იაგო! აგად მოიხედე. მე ვარ გირგოლა. მე გადავიხადე. აი, ძაღლებო! თქვენ სხვა რა ვაშკაცობა შეგიძლიათ? მანო! ცეცხლში უნდა იმარხებით. ვაშკაცურად გავწყდეთ. გავწყდეთ ბრძოლაში და არ დავნებდეთ. მოდით, გამოვეთხოვთ ერთმანეთს. ძმათნაფიცები მკერდში ჩაეყრნენ ერთმანეთს. შემდეგ ქუდები ჩამოიფხატეს თვალებზე და ხმალამოწდილნი გადაეშვენ ფანჯრიდან. გააპეს თალყა, მაგრამ ისევ გარშემოეხვნენ სალდათები. ისინი დატრიალდნენ წრეში და ვაი იმას, ვისაც მათი ხმალი მისწვდა. შეიქმნა ბრძოლა, ისმოდა ხმლის ჩახაჩუხი, კვნეცა, ყვირილი და საზარელი გმინვა. რამდენიმე ხნის შემდეგ იქ სიწყნარე ჩამოვარდა. დახოცილს შორის ეყარნენ თლათა ჩეხილი იაგო, თორღა და ვეფხია. ხოლო რაღაც მანქანებით ჯარს გასხრტოდა ყობა და ტყეს შეჰფაროდა. დიამბეგი ის იყო შინ მივიდა, როდესაც იმასთან შევარდა პოლიციელი და მოახსენა. თქვენ მაღალკეთის შობილებავ, კაცი მოკლეს მოხევეების უბანში.
ვინ კაცი? იქ ერთი მოხუცებული გლახაკი გახლდათ. ლახაკი? ვის მოუკლავს? ეჭვი არავის ეგავს? როგორ არა? ეს ორი დღეა რაც იმის ქალი ჩამოვიდა. ამბობენ ცუდი ყოფაქცევისა გახლავთო. ის იყო თავის მამასთან, ერთ ოთახში ეძინა და დღეს დილით მოხუცი თავის სახლში თავს შუაზედ გაჩეხილი ვიპოვეთ. უეჭველია, თვითონ ქალს მოუკლავს. თუ თვითონ არა ეცოდინება მაინც ვინ მოჰკლა. ქალი ხომ დააბადიმრეთ? დიახ, შემოიყვანეთ. შემოიყვანეთ მკვლელი. შენი გვარი? გელაშვილი. სახელი? ნუნუ. მამის სახელი? გახა. აბა, მოხევი. როგორ მოხდა მკვლელობა? იმ ღამეს მე და მამა ჩემი თითქმის გათენებამდე ვიჯექით ერთად და საუბრობდით. ბოლოს ძილი მოგვერია და დავწეკით. მეორე დღეს რომ გავიღვიძე, მზე უკვე ამოსულიყო. ავდექი, გარეთ გამოვედი, პირი დავიბანე. ოთახში შევედი. რადგან მამა თვითონ არ იღვიძებდა, მინდოდა გამეღვიძებია. დაუძახე და ხმა არ გამცა. მივედი ახლო, ხელი მოვკიდე. რაღაც სისველე ვიგრძენი. ხელზე დავიხედე და სისხლი მქონდა. შეშინებულმა ფანჯარაზე ჭილოფი ჩამოუგლიჯე. და დავინახე რომ საცოდაო მამასთვის ვიღაცას თავი გაეჩეხა და მოეკლა. ასე იყო. სხვა არა ვიცი რა. ეჭვი არავის, რომ შენახარ მამის მკვლელი. გაიყვანეთ. ერთ დღეს ბაზარში ფიცრებისაგან სახელდახელოთა ეშენებინათ რაღაც ამაღლებული ადგილი. და დაემართათ დაჭრელებული ბოძი, რომელზედაც მსხვილი ასოებით ეწერა სამარცხვინო ბოძი. უამრავი ხალხი შეგროვილიყო აქ. რა არის ეს ბოძი? ეხლა რა იქნება? ქრისტის გაუკეთებია პერიოდს. მამა მოუკლავს. აკომე გაფული ხანა. უიდი იქნება, შვილი მამას როგორ მოკლავს. იარა მართალია ჩემი თვალინახე ის საბრალო. რაჯახი უნდა შიმაზე გაჩეხი. საშიელება მე. გაფითრებული, წამებისაგან დამანჭული სახით, ნახევრად მკვდარი ნუნუ ფიცრულზე ათრიეს და ბოძზე მიაკრეს. მას კიზერზე ჰქონდა ჩამოკიდებული პატარა ფიცარი, წარწერით მამის მკვლელი. უნები მომიხადე. ინასარი გამოძიებით დადგენილია, რომ გახას სასული გელაშვილი გარყვნილი და ცუდი ყოფაქცევისა.
იგი ანგარების მიზნით ჩამოვიდა თავის მამასთან, რომელსაც მათხოვრობით დიდძალი ფული ჰქონდა მოგროვილი. ოქლა მამა და ფული კი თავის საყვარელს მიაბარა. სასამართლომ დაადგინა. ნუნუ გელაშვილს ცუდი ყოფა ქცევისა და მამის მოკლისათვის მიესაჯო საუკუნო კადორღა და გაიგზავნოს ციმბირში მადნებზე სამუშაოდ. ხალხში ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, რომ ბუზის გაფრენას გაიგონებდით. ყველას გული წარმოუთქმელა და ძგერდა და რაღაც შემაწუხებელს მდგომარეობაში იყო. ამ საერთო სიჩუმეში ნუნუსთან მივიდა შავი ტანსაცმელით შემოსილი მღვდელი. ნინო მისმინე უბედურო. წყალი ცოტა წყალი ღვთის გულისათვის. შვილო, შენ ახდილი გაქვს ყველა უფლება. შენ ცოცხლებს არ ეკუთვნი. მოინანიე შვილო, შენი ცოდვები. მითხარი წრფელი აღსარება. გუფალი შეგიმდობს. ჯვარი მომეცი. ფიცავ ყველაფერს, ხილულსა და უხილავს. ფიცავ ჩემს ნამუს, ფიცავ ჩემი ძვირფასი იაგოს სულს, ფიცავ საცოდავ მამის ხსოვნას. მე დამნაშავე არა ვარ. მე განუსვენე უფალო მწუგუნითი უგუნისა. მეც მწუხარებას და სირცხვილს ვეღარ გაუძლო ნუნუს გულმა და უკანასკნელმა მღელვარებამ ბოლო მოუხო. მაშ ვინ იყო გახას მკვლელი? საჯულნი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ქალი. ხალხში კი ეჭვი შევიდა. მეორე მესამე დღეს ამ შემთხვევის შემდეგ ფუთხუზის დღესთან გამალებული ტროიკა მიდიოდა, რომელსაც მიჰყავდა ხევის დიამბეგი და გირგოლა. ისინი ლაპარაკობდნენ წარსულ შემთხვევაზე. ძალიან კი ამოწყვიტეთ იაგოს გუნდი. შენი რძალით სამაგალითო დავსაჯეთ. ახლა ხომ ყოფილი ხარ? იახ. მოგივიდა. ალბათ ხომ არა? შეუძლოთ გახლავართ რასმეს. მოგეშინიან. აი მივალთ შინადა. მალე პერი მომიკვდება. მალე იმ პრობაზე წარგადვინო. შენი წყალობა მომწეს ღმერთმა. ეს მე ვარ ყობა. ორი მეგარაცვალეთ იაგოს. კობას მიერ გასროლილი თოფის ტყვიამ გახვიდა დიამბეგი, რომელიც ტროიკიდან გადმოვარდა და სასიკვდილო დასჭრა დიამბეგის გვერდში მჯდომი გირგოლა, ხოლო კობა კი გაჰქრა როგორც მოჩვენება. მკვდარი დიამბეგი და ცოცხალმკვდარი გირგოლა მიიტანეს სტეფან წმინდაში. გირგოლას პირველი სიტყვები იყო ღვთლის მოკითხვა, რომელიც იმ წამს მოვიდა. აბა,
მიიღე შვილო წმინდა ზიარება. არა მამაო, ჯერ აღსარება მინდა გითხრა. აღიარე შვილო, უფალი დიდია, მოგიტევებს. მამაო, იაგოს მე მოუგონე ქურდობა. მე დავაჭერინე რომ ნუნუ მე დამრჩენოდა. ახლაც მე გავაწყვეტინე იაგო და მისი ამხანაგები. ილოცე მამაო ჩემთვის, ილოცე შვილო, ვილოცე. გააგებინე ყველას მამაო. მიახსარებას და სამალად არ გეუბნები. როცა იაგოს და მის ამხანაგებს ცეცხლი წაუკიდეთ, მე წაվել გახა სახლში. მამაშვილს ეძინა. მე დავაპირე ორივე მომეკლა, მაგრამ მინდოდა ნუნუ მეტად დადამჯულიყო და მამა მოვკალი. ხოლო შვილს დავაბრალე მამის მკვლელობა. ნუნუ მიყვარდა. იმან უარმყო, სხვა ირჩია და ამისათვის ვაწამებინე. მეგონა ამით მოვისვენებდი, მაგრამ აი რა დღეში ჩავარდი. სიცოცხლე არ მენანება მხოლოდ აგერ გახამომდეს, არ მასვენებს, ჩემსკენ მოდიან. აგერ გახა, ნუნუ, იაგო, მიშველეთ, მიშველე. სული ცოდვილისა. ალექსანდრე ყაზბეგი, მამის მკვლელი. რადიოდადგმა ჩაწერილია 1955 წელს. აღდგენილია 2006 წელს. რეჟისორი გივი საგინაშვილი. ხმის რეჟისორი გივი ჯაფარიძე. საზოგადოებრივი რადიო 2006 წელი.